პირველ საათზე უნდა გაიმართოს ასევე სინდისის პატიმარი მასწავლებლისა და აქტივისტის ნინო დათაშვილის პროცესი. Ამ სხდომით დაიწყება დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა. წინა სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დათაშვილი პატიმრობაში დატოვა. ნინო დათაშვილმა მისი დაკავებისას პოლიციის მხრიდან ცინიკურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ილაპარაკა. მას თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში კი რომ დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გახყავს. მისმა ადვოკატებმა ილაპარაკეს ასევე დაკავებული მასწავლებლისთვის ციხეში ფსიქიატრიული ექსპერტიზის უსაფუძვლოდ და უკანონოდ ჩატარების შესახებაც. მასწავლებელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს იწყება ნინო დათაშვილის საქმის არსებითად განხილვა. დაცვის მხარე კვლავ დააყენებს შუამდგომლობას სასამართლოს აცილებასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო განიხილავს საქმეს, სადაც მოწმეები, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი არის სასამართლოს თანამშრომელი, რაც ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს სასამართლოს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ასევე დაცვის მხარე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომლის მოპოვებაც მოხდა წინა სასამართლოს სხდომის შემდეგ. ასევე ამ პროცესზე მოხდება შესავალი სიტყვების წარმოთქმა მხარეების მიერ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც დაიწყება მოწმეების გამოკითხვა, საზოგადოება და მათ შორის სასამართლოც დარწმუნდება, რომ ნინო დათაშვილი არის გარემოებების მსხვერპლი, ის არის მანდატურების თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და დაცვის მხარე ადვოკატირებს იმაზე, რომ აღნიშნულს მოყვეს რეაგირება და დაისაჯონ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირები.